მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის მესამე დღე თესალონიკში და ახლა გავდივართ სახლიდან, რომ დავაგემოვნოთ ბურგერები, ერთი კარგი ადგილი ვიცით აქ, სადაც რამდენჯერმე ვართ ნამყოფი. კარგი ვეგეტარიანული და ვეგანური არჩევანი აქვს ბურგერების და ნაგეტსების და ვაპირებთ, რომ კიდევ ერთხელ ვესტუმროთ და დავაგემოვნოთ და როგორც ჩავამოწმეთ, ფასები ცოტა გაზრდილია და ხარისხს კიდევ შევაფასებ და თქვენს გაჩვენებთ თავისთავად ცხადია რა იქნება და როგორ იქნება. ნახავ მომეწონება თუ არა ისევ ვეგანური ნაგეტსები და plant based. კადრებს ჩავსვათ თავისთავად ცხადია. მოვედით ბურგერებზე, შევუყვეთეთ, ესეთ ხედზე დავსხედით და ახლა ველოდებით ჩვენს შეყვეთას რომ გამზადდეს. თემა ბურგერი შევუყვეთა, მე plant based ბურგერი და ნაგეტსები, ვეგანური ნაგეტსები. მოვიდა ბურგერები და ჩემი plant based ესე გამოიყურება. ცუდი არა, მაგრამ Burger King-ის მირჩევნია. იმას უფრო თითქოს აქვს რეალური ბურგერის გემო, მაგრამ ეს ძალიან გემრიელია. ჩემი ძალიან მაგარია. ჩემი ძალიან გემრიელი. ჩემი არის ჩილი ბურგერი. მაგრამ უთქვა ახლა რომ ცხარე ამეთქი მაინც არა, მაგრამ ძალიან გემრიელი არის ნამდვილად. ბურგერები საბოლოოდ 20 ევრომდე დაჯდა. კმაყოფილები ვიყავით, გემრიელი იყო ყველაფერი, ჩემ შემთხვევაში ნაგეტსები ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ ბურგერი იქიდან გამომდინარე, რომ plant based-ის სხვაც მაქვს გასინჯული, ისე არ გავგიჟდი და აღვთოვანდი, მაგალითად აი Burger King-ის plant based ბურგერი ბევრად მეგემრიელება ხო. თუმცა მთლიანობაში დადებით შეფასებას მივცემდით, ფასების ნორმალურია და საჭმელიც გემრიელი. ამოვედით გემზე ახლა, ბურგერები მივირთვით, ყავას დავლევთ ახლა და დავტკბებით ხედები. ეს დღე ფაქტობრივად მთლიანად ჭამას მას დაეთმო. გემიდან ყავის დალევის შემდეგ წავედით სახლში, დავისვენეთ და უკვე როდესაც მზე ჩავიდა, მე ვიყავით გიროებზე, მე ვჭამე ფალაფელი და სულ ეს იყო ამ დღისთვის. ბევრი კადრები აღარ გადაგვიღია იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი საინტერესო არ გაგვიკეთებია. იმედია მოგეწონათ, მიუხედავად იმისა, რომ პატარა იყო ძალიან ეს ვიდეო. არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ არხი და დაგვიკომენტაროთ.